ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები ხვდებიან როსნესტის წარმომადგენლებს, ადამიანს, რომელიც არის სანქცირებული დიდი ბრიტანეთის და დასავლური სახელმწიფოების მიერ. ეს არის დიდი ხნის წინ დაწყებული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი და ჩემი აზრით ეს არის ცალსახად და არა მხოლოდ ჩემი აზრით ეს არის ცალსახად მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომლის მთავარი მიზანიც არის საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის და ენერგო დამოკიდებულების ზრდა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით. ჩვენ მთლიანად გავხდით მიბმული ისევ საქართველოს ოკუპანტ სახელმწიფოსთან და ეს იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვცდილობდეთ აი ამ ვითარებით სარგებლობას და დამოუკიდებელი რაღაც ენერგოსისტემის შექმნას, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული და 2012 წლებში სწორედ ეს იყო სახელმწიფო პოლიტიკა. დღეს ის საქმე, რომელიც სხვათა შორის დაიწყო კახი კალაძემ, რომ ისევ მიმულიყავით გაზპრომზე და როსნესტზე და ასე შემდეგ, გრძელდება ირაკლი კობახიძის ეგრეთ წოდებული მთავრობის მიერაც. ბორის ჩერეხურვა ტელეპროზე ერთ-ერთ გადაცემაში ამბობს, რომ წარუმატებელი რევოლუციის მცდელობების შემდეგ ისჯებიან ადამიანები, რომ ქართული ოცნების პოლიტიკაზე საუბრობს და აღიარებს, რომ ეს იყო წარუმატებელი რევოლუციის მცდელობები. ქონდა ოპოზიციას რევოლუციის მცდელობა? არა. არ ქონიათ რევოლუციის მცდელობა. რაზე საუბრობს აბა ბორის ჩერეხურვა? არ ვიცი, მე მგონია, რომ 26 ოქტომბერი თავის მხრივ ხელისუფლების ცვლილება თუ მოხდებოდა 26 ოქტომბერს, როგორც იყო დაგეგმილი და როგორც უნდა მომხდარიყო საარჩევნო უბნებზე, ესეც რევოლუციური ცვლილება იქნებოდა. რევოლუციური ცვლილება არ არის აუცილებელი მოხდეს მაინც და მაინც ქუჩაში. რევოლუციური ცვლილება შეიძლება მოხდეს საარჩევნო უბანზე. შეიძლება არჩევნებს გულისხმობდა? მე ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი ჩელე რას გულისხმობდა, მე გულისხმობ, რომ რევოლუციური ცვლილება ხდებოდა 26 ოქტომბერს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა. საგამოძიებო კომისიაზე ვკითხავთ, ხელახლა დაიბარეს გვარამია, ხაზარაძე და გახარია, როგორ აფასებთ ზოგადად ამ კომისიასთან დაკავშირებით ჩვენ პირველივე დღეს გვქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ამ კომისიის მთავარი მიზანი არის 2008 წლის ომის ჰააგისა და სტრასბურგის გადაწყვეტილების რევიზირება, ქართული მხარის გამტყუნება, ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება, ასევე ახალი პროპაგანდისტული იარაღია, რომ მთელი დღე საუბარი მიდიოდეს მათ პროპაგანდისტულ არხებზე, სწორედ აი ამ ეგრეთ წოდებული კომისიის რაღაცა მიმდინარეობაზე და რაც მთავარი ეს არის პოლიტიკური რეპრესიის იარაღი, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც პარტიების იურიდიული გაუქმებისთვის, ასევე პოლიტიკური ლიდერების დევნისთვის. მე მიმაჩნია, რომ ივანიშვილთან კომპრომისი არავინ არ უნდა წავიდეს, შესაბამისად ამ კომისიაზე თეატრულკიანს არავინ არ უნდა ეახლოს. ქართული ოცნებისგან საერთოდ არაფერი არ მიკვირს, რომ მეორედ კი არა მესამედ რო არ იბარებენ ამ ადამიანებს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ არავინ არ უნდა დაუშვას ის შეცდომა და არავინ არ უნდა მივიდეს ამ კომისიაზე, არავინ არ უნდა ჩააბაროს ანგარიში ივანიშვილის არალეგიტიმურ პარლამენტს. ბევრი кейსი იყო იქ, რომელსაც განიხილავენ და იწიებენ, ამ თქვენი შეფასებით სიმართლეს არ შეესაბამება და ეს დანაშაულებები არ ჩაუვენიათ ყოფილი ხელისუფლების პირებს. თეატრულკიანმა და სოზარ სუბარმა რატო უნდა გამოიძიოს თუნდაც ნებისმიერი საკითხი. ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული კი არა. ამ ადამიანებს რა მორალური უფლება აქვთ ვინმეს რამე გამოიძიონ. თვითონ არიან კლასიკური სისხლის სამართლის დამნაშავეები, სამშობლოს მოღალატეები. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საპარლამენტო კომისია შეიქმნება, რომელიც გამოიძიებს ქართული ოცნების მხრიდან სახელმწიფოს ღალატს და რუსული ჯაშუშური საქმიანობის იმ ფაქტებს, რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობს. იმიტომ რომ 13 წლის განმავლობაში ერთი კაცი არ არის დაკავებული რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშური საქმიანობისთვის, მათ შორის. რა თუნდაც დაკავება პრემიერ-მინისტრი არის ესეთი. ამიტომ არ აქვთ მორალური უფლება. დანაშაული, სხვათა შორის ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა ოპოზიციური პარტიების რაღაც ნაწილის, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის დანაშაული, ამას იმეორებდნენ და ჯერ ნაციონალურ მოძრაობას ანამახსენებენ, მანამდე კარგად დაფიქრდნენ. მეორე, აი სიტყვა დანაშაულთან ცოტა ფრთხილად იყვნენ.
და მესამე არის რომ აღმოჩნდა რომ უფრო მეტად ისინი დევნებიან ამ კომისიით, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობას ყველანაირი დევნის რაღაცა საშუალება არის მის წინააღმდეგ გამოყენებული აქამდე. შესაბამისად, უფრო მეტი სოლიდარობა იყო თავიდანვე საჭირო. ვიღაცებს ეგონათ, რომ ეს მარტო ნაციონალური მოძრაობის ეგზეკუციის მანქანა იყო და აღმოჩნდა, რომ ყველა მოყვა ამ მანქანაში. არ ვიცი, ხა გახარია საქართველოსთვის და ასე შემდეგ, უფრო აი დღესაც იმეორებენ, რომ ნაცების დანაშაულის კომისიაზე ჩვენ რატო გვიბარებენ და ჯერ თეატრულოკიანს რა აქვს ვინმეს გამოსაძიებელი, სოზარ სუბარს და იმ ადამიანებს ვინც იქ შედან. იმათმა ვისი რა უნდა გამოიძიონ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები არის მათ შორის ზოგიერთ საქმეზე, მაგალითად მულაშვილის საქმე რო ავიღოთ, რომელსაც არის კონკრეტული განაჩენები. მაინც ვფიქრობ, რომ რაზეც არის საუბარი, დანაშაულთან კავშირი არა აქვს. რაზეც სასამართლო განაჩენები, ნახეთ მე მარტივად ვამბობ. ამ ქვეყანაში ქართული ოცნება 2012 წელს მათ შორის იმით მოვიდა, რომ სასამართლო სისტემაში და პროკურატურაში ის მნიშვნელოვანი პრობლემები რაც არსებობდა, ის უნდა აღმოფხვრილიყო. დღეს გვაქვს უარესი სასამართლო, უარესი პროკურატურა და სწორ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეს სახელმწიფო დონეზე, კონსტიტუციურ დონეზე ჯერ უნდა იძიებდეს საერთო სასამართლო. საერთო სასამართლოში უნდა მიმდინარეობდეს განხილვა და პროკურატურა უნდა იძიებდეს. თეატრულოკიან რატო იძიებს რამეს? ანუ პარლამენტი არა ხო და ეგაც შენახეთ, ეს არის კონსტიტუციის დარღვევით შექმნილი, ჯერ ხო არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური კომისია, ოპოზიცია ზის. ეს აი ნებისმიერ საკონსტიტუციო სამართლის სახელმძღვანელოში ნახავთ, რომ ამ კომისიის მთავარი არსი არის, როგორც წესი, ამას ხმის ოპოზიცია. ხელისუფლების იარაღი არ არის, მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლებას ჯიბეში უდევს პროკურატურა და სასამართლო. ანუ ეს როგორც წესი არის პროკურატურის და სასამართლოს საქმიანობის დასაზღვევად შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია. და ხელისუფლება ამისთვის იყენებს? ანუ სასამართლოს და პროკურატურას გამოეტანა განაჩენები, რა პრობლემა იყო? თან თქვენ თვითონ ამბობთ, რომ რაღაც საქმეებზე ესეთი განაჩენები არსებობს. და თეატრულოკიანი რისთვის იყენებს ამას? აქ რეჟიმთან დაკავშირებული განხილვები არის და ამიტომ არის სხვა საქმეებს, ამიტომ მოიცავს მათ შორის იმაზე, რომ განაჩენი არის დამდგარი. იძახონ რეჟიმი, კი ბატონო, მერე რეჟიმი, ვინ არის რეჟიმი? ნაციონალურ მოძრაობაზე ამბობენ, რომლებიც და ქართული ოცნება, ხა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რომ მოყავთ, ქართულ ოცნებაზე ევროპარლამენტის და კონგრესის და სენატის და დიდი ბრიტანეთის თემთა და ლორდთა პალატის განცხადებები არ გინახავთ, მათ რო უწოდებენ რეჟიმს. რა ვქნა, არა ვარ პარლამენტის წევრი და ვერ ვქნი საგამოძიებო კომისიას. რეჟიმს ეძახიან. მთელი დასავლეთი ქართულ ოცნებას ეძახის რეჟიმს. და ამიტომ რომ შეიცვლება პირველი რა უნდა ვქნა, რომ ეს კომისია შევქნა და მთელი ოცნება დავიჭიროთ? ეს არის სწორი? არ ვიცი, ახლა რეჟიმს ახლა სანამ იგივე კონკრეტულ დანაშაულებებზე და ადამიანის წამებისა და უფლების შეყოფის ფაქტებზეა საუბარი იყოს, როგორც თეატრულოკიანი რატო იძიებს ამას, მითხარით? ეს ხო პროკურატურამ არ უნდა გამოიძიოს? ხო და ფაქტი არა აქვს მორალური უფლება რა. ის 500 ადამიანი ერთი წამით 28 ნოემბრის შემდეგ რო 500 ადამიანი არის ფიზიკურად დაზარალებული. ქალები რო არიან, ჩვენება რო აქვთ მიცემული, რომ პოლიციის განყოფილებაში სახეში აფურთხებს მათ დანაშაულს ვინ იძიებს? თეატრულოკიანი იძიებს ამასაც? ახლა ეგრე არ არის რა, ბიძინა ივანიშვილის სამართალი არ არის მარტო ამ ქვეყანაში. ეს იცოდეს ყველამ კარგად და თეატრულოკიანს იგივე დარბაზში მოუწევს მოსვლა, ოღონდ მეორე მხარეს იჯდება, ეს დაიმახსოვროს კარგად. ბატონო, ჩორჩანოსთან დაკავშირებითაც გითხავთ, ეს საქმე საქართველოს ინტერესებს ეხება. ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ თქვა რამ ინციდენტზე რაც ხდებოდა? ამ ინციდენტთან დაკავშირებით მე შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება არ მოქმედებს სახელმწიფო ინტერესთან გამომდინარე. ფეხებზე კიდიათ მათ ცოცავი ოკუპაციაც, იმიტომ რომ მთლიანად ამ ქვეყნის ოკუპაციისკენ არიან მიდრეკილები. აი ეს არის პოლიტიკური რაღაცა ნაბიჯები, სადაც გახარია საქართველოსთვის და ქართული ოცნება უპირისპირდებიან ერთმანეთს. კლასიკური მაგალითი არის ივანიშვილის პოლიტიკური აი ამ რაღაცა თამაშის. როგორ? ადგილობრივებით საუბრობენ ამ საბუშაკოსთან დაკავშირებით. თქვენი პოზიცია პარტიის სამხრივ რა არის? როგორ შეაფასებთ იქ რაც მოხდა? ჩვენი პოზიცია პარტიის არის ის, რომ 2012 წლამდე მთლიან საოკუპაციო ზოლზე
იყო ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ბევრად უფრო გარანტირებული, ვიდრე მათ შორის 2012-დან 2025 წლამდე. გამოკითხულები იყვნენ სუსიდან, ასევე მაშინდელი პრეზიდენტის აპარატის უფროსი და ისინი ამბობენ, რომ ყოველგვარი შეთანხმების გარეშე იმოქმედა შესის მინისტრმა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. აი ზოგადად ამ გამოძიების პროცესს როგორ აფასებთ? ჯერ მგონია ეს კატასტროფა, რომ ეს ყოფილი თანაგუნდელები და ესეთ მაღალი ჩინის მქონე ადამიანები, როგორც არიან გენერლები დადიან და ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენებებს აძლევენ, ესეთ ჩემთვის რაღაცა მიანიშნებს ქართული ოცნების მორალურ სიმყარეზე, ეს ერთი. მეორე, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი სად არის? ანუ პრემიერ-მინისტრი თუ ფეხებზე ეკიდა გიორგი გახარიას და ესენ თუ ფეხებზე ეკიდა, ანუ რა ხელისუფლება არიან ესენ? ანუ შინაგან საქმეთა მინისტრი თუ არაფერს არ უთანხმებდა პრემიერ-მინისტრს, პარტიის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, რა ხელისუფლება არიან? რა იმაზე გველაპარაკებიან? და მე ეს კაცი რომ დააწინაურეს, ეს რით იყო გამოწვეული? პრემიერ-მინისტრად ხო აწიეს? ახლა გახარიას დამცველი როგორ შეიძლება გავხდე, მაგრამ ნუ ახლა თვითონ გუნდი ლაპარაკობდეს ქართული ოცნება ლექსებს უწერდა მე ამ გახარიას. რომ გახარიას ბუზი ბზუის და გახარიასთან ყველა ტყუის თუ რაღაცა კობახიძე ხო ამბობდა ამას. ესაც deep state-მა ამღერა ეს ლექსი? ახლა სირცხვილია რაღაცა ახლა ამ ყოფილ და მოქმედ ქოცურ დაპირისპირებაში არ შევალ ვის რა დამოკიდებულებები აქვს ერთმანეთთან, მაგრამ ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის სუვერენული ერების ევროპა წარადგენს ალტერნატიულ რეზოლუციას, სადაც წერია, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები ყოფილა სტანდარტის დაცვით ჩატარებული. ვინ წარადგენს? სუვერენული ერების ევროპა. პოლიტიკური ჯგუფი. და იყო გარეჩარევებიო და ამის შესახებ ამ რეზოლუციაზე რა შეიძლება თქვა? თქვენ იმიტომ რომ თქვენ ხართ ესეთი პარტია, რომელიც არ ცნობს არჩევნებს. ამ რეზოლუციაზე მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ გაივლი საერთოდ შესაბამის პროცედურებს და კენჭისყრის დადგება ევროპარლამენტის გასცემს პასუხს. არავით არ შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მე გამორიცხული. თვითონ რეზოლუციის შინაარსი თქვენთვის კატასტროფული. და ჩვენ ვნახავთ, რომ ალბათ 30-ჯერ მეტი ევროდეპუტატი იქნება იმ ჯგუფაზე, რაზეც არის ქართველი ხალხი და ჩვენ. ასევე მინდა გითხრათ ხოშტარიაზე, ხოშტარია ხაზს უსვამს იმას, რომ აზერბაიჯანი 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის და ყალბი პროცესის საწინააღმდეგო ვიმოქმედება. ფაქტობრივად არეულობას აანონსებს და წინააღმდეგობრივ მოძრაობას 4 ოქტომბრისთვის. თქვენი პარტიაც უერთდება ამ პარტიას. არეულობას რატო აანონსებს? არეულობა 26 ოქტომბერს დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა და 28 ნოემბერს გააგრძელა ირაკლი კობახიძემ. და 4 ოქტომბერს მოძრაობა არ არის თქვენთვის არეულობის მიმონიშნებელი, რომ არა. რომ არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა. არა, რატომ? კამპანიის წარმოება, რომ ეს არჩევნები არის სინამდვილეში რუსული სპეცოპერაცია და ნაკლები ადამიანი მივიდეს და დასავლეთში ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია არ ქონდეს. ასევე ნაკლებმა მსხვილმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მიიღოს აპრიორი მონაწილეობა და ივანიშვილის ხელისუფლების კრიზისი გაღრმავდეს, რატო არის ეს არეულობა? შეუერთდება თქვენი პარტია ამ ინიციატივას? ჩვენ პარტიას ეს ინიციატივა მანამდეც ქონდა გამოთქმული და ამასთან დაკავშირებით მუშაობთ. და უფრო მეტი საჯარო ნაბიჯს იხილავთ მალე. ხაზარაძის მოწოდებაზე ვკითხავთ ერთიანობასთან დაკავშირებით, მან წერილი გააგრძელა გუშინ, სადაც ამბობს, რომ მზადვათ კომპრომისისთვის და ასევე საერთო კანდიდატის დასაქმებად და საერთო ნომრითაც კი შეიძლება ამაზე შევჯერდეთ, როგორ აფასებთ ამას? ზოგადად ჩვენ ერთიანობის მომხრე ყოველთვის ვიყავით და ვართ და ეს არჩევნებამდეც ასე იყო. და 26 ოქტომბრამდე მიგვაჩნდა, რომ საარჩევნო ნომრების, ფერების, აი ამ ბანერების, პარტიული იდენტობების დრო რო დამთავრებული იყო, ეს მიგვაჩნდა 26 ოქტომბრამდე. კარგია, რომ მამუკა ხაზარაძე და ბატონი მამუკა ხაზარაძე და ლეო ამას მიხვდნენ ახლა მაინც, მაგრამ ის გეგმა რაც გამოაქვეყნეს, არ ვეთანხმებით, მიგვაჩნია არასწორად და არ პასუხობს იმ გამოწვევებს და არგუმენტაციას, რომელიც ჩვენ გვაქვს. ნახეთ, როდესაც საუბრობთ, რომ არჩევნები აპრიორი არის დაუცველი, CESCO არის მიკერძოებულზე უარესი CESCO-ა ვიდრე 26 ოქტომბერს. როდესაც ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ინიშნება. როდესაც პოლიტპატიმრები არიან ციხეში. მამუკა ხაზარაძის და ლელოს რა გონია, რომ ჩვენ აქ კანდიდატებზე ვიდავებთ?
ანუ რა მნიშვნელობა აქვს მერობის კანდიდატი იქნება მამუკა ხაზარაძე თუ პირობითად თქვენ. ანუ აქ პრინციპების დონეზე არის განხილვა და არა კანდიდატების. და მე ლელომ უფრო მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იყოს თუ ამბობდნენ და აქამდე ეს დისკუსია გახსნეს და თავად აპირებდნენ ამ არჩევნებში შესვლას, იმიტომ რომ ეს გეგმა რომ პირველ დღეს გამოაქვეყნებინათ, შეიძლება ჩემი დამოკიდებულება სხვანაირი ყოფილიყო. მაგრამ მგონია რომ საზოგადოების რეაქცია, როდესაც იხილეს და ნახეს ის რისხვა ოპოზიციური ელექტორატში, რომელიც მათ დაიმსახურეს, ახლა გადაწყვიტეს რომ სახის შენარჩუნების მიზნით ახალი გეგმა გამოაქვეყნონ, სადაც ამბობენ, რომ თავად ლელო არც პარტიული ნომრით და არც მათი რაღაცა საკრებულოსთვის მებრძოლი ადამიანებით არ იქნება წარმოდგენილი. ეს უკვე კარგია. მე მგონია, რომ საერთოდ ლელო მივა იმ დასკვნამდე, რომ ამ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, რაც არის ჩვენი მიზანიც. მაგრამ აქვე დავძენ, რომ ამ არჩევნებში შესვლის საკითხის და მონაწილეობის საკითხის საზოგადოებაზე, აი ამ პოლიტიკური ლოდების დაკიდება არის ცალსახად არასწორი. თუ ლელოს უნდა ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, უნდა მიიღონ თავიანთი საარჩევნო ნომრით და ასე შემდეგ. და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შექმნან ილუზია, რომ თითქოს საზოგადოება იღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ ჩემი ღრმა რწმენით ამ გეგმის გამოქვეყნება მათ იმიტომ მოუწიათ, რომ საზოგადოების წნეხის ქვეშ არიან, რომ საერთოდ არ მიიღონ მონაწილეობა. განცხადებებიდან მოწოდებები, როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ვნახეთ, რომ კონკრეტული გრანტები ამ საელჩოს მიერ ირიცხება მათ შორის ისეთ ორგანიზაციებში, როგორც არის სტაბილაი, როგორი არის საელჩოს დამოკიდებულება ამ მიმართულებით. დიდი ბრიტანეთის საელჩო, ჩვენი პარტნიორების წარმომადგენლობები, რაც არის საქართველოში, მოტივირებულები არიან, რომ ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობიანი დემოკრატიული პროცესი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი ხელით მოკლული. და ის რომ გრძელვადიანი საერთაშორისო მისიები უკვე არ არიან წარმოდგენილი ამ ქვეყანაში, თუნდაც იმ ეგრეთ წოდებული არჩევნების დაკვირვებისთვის, ეს მიანიშნებს რა არჩევნების ჩატარებას აპირებს 4 ოქტომბერს. ანუ 26 ოქტომბერს ფორმალურად ეს მაინც იყო დაცული. 26 ოქტომბერს აი ამ მდგომარეობით, აი ამ დროს, თუ გადავხედავთ იმ ძველ პერსპექტივას რაც იყო, ბევრად უფრო დემოკრატიულად მიდიოდა პროცესი. აი ივნისის თვეში მათ შორის. სადამკვირვებლო მისიებიც, მედიაც ბევრად უფრო ნაკლები წნეხის ქვეშ იყო, პოლიტიკური პარტიები ესეთი წნეხის ქვეშ არ იყვნენ, პოლიტპატიმრები ციხეში ამ რაოდენობით არ იყვნენ. და ეს ახლა, როდესაც ყველაფერი შეცვლილია და სტატუს-კვო არსებითად განსხვავდება, მით უმეტეს ძალიან მძიმე საკითხია. და აი ნახავთ ქართული ოცნების პასუხს, უარ სიტყვიან. როცა აბულას დაფინანსებაზე არის საუბარი, რამდენად არის ობიექტური ამ მიმართულებით, მაგალითად საელჩო, აბულა ობიექტურია, როცა მას აფინანსებს. და ანუ თქვენი აზრით, იცით როგორ არის, ქართული ოცნება უნდა შეეშვას სხვის ჯიბეში ყურებას. დიდი ბრიტანეთის საელჩო უკეთ გადაწყვეტს მისი გადასახადის გადამხდელების ფული რას მოხმარდეს. აბულას და მე მგონია რომ ახლა აქ მედია საშუალებების განხილვაში არ შევა, მაგრამ ის ვიცით დანამდვილებით რომ დიდი ბრიტანეთის საელჩო მაგალითად იმედს და პოსტივის არ დააფინანსებს. ან თქვენ მიკერძოებული ამას ამბობ? არა, მიკერძოებული რატო არის? არა, უბრალოდ რასაც გუდავენ, ნახეთ როგორ არის, როცა გუდავ დემოკრატიულ მედიას, დემოკრატიულ პრესის საშუალებებს, მასობრივ საშუალებებს, ვინცაც გუდავ და ავიწროვებ, ბუნებრივია, რომ დემოკრატია ესე მუშაობს, დასავლეთი ესე მუშაობს, რა აზრსაც დევნიან, რა აზრიც არის ქვეყანაში შეზღუდული, იმ აზრის გავრცელებაში ადამიანებს ეხმარებიან. მე მგონი მარტივად ჩამოვაყალიბე. ნაკლებ რეპრესიული კანონები მიიღოს ქართულმა ოცნებამ მედიის მიმართულებით, სარეკლამო ბაზართან დაკავშირებით, ნაკლები ეხლა ცენზურები დაუწესეს ტელევიზიებს ЕЦ არჩევნების და ЕЦ პარლამენტის და ЕЦ კომისიის გამოყენების უფლება არ აქვს, აჯარიმებენ ტელევიზიაში სტუმარს და წამყვანს და ეხლა ამ დროს რომ ოპოზიციურ მედიას მხარი დაუჭიროს დასავლეთმა, რატო გიკვირთ? ეს კანონები არ მიიღონ. არა, რატომ? პოლიტიკური გემოვნებით არა, ვისაც დევნიან, ვინც არის რეპრესიების ქვეშ, პოლიტიკური გემოვნებით ბიძინა ივანიშვილი არჩევს. ბატონო ლევან, მათ შორის მე ვიყავი აქციებზე, რომელსაც დავუწყებოდნენ, ვიყვიროდნენ, ფიზიკურად გვეხებოდნენ და ესე გვაგდებდნენ და
მაშინ იმედიც უნდა დააფინანსოს თუ დევნაზე ესაუბარი თუ ცალმხრივ დევნაზე. ეს სრული სერიოზულობით ამბობთ ახლა ამას? რომ იმედი და მაგალითად იმედი და ანუ თქვენ და მაკა ჩიხლაძეს მაგალითად ერთნაირად ხო და არა ხა ტევ პირველს რომ მიეხმარო რა პრობლემაა? გამოიძიე ეს გურამ როგავას რომ თავი კინაღამ გადაუმტრიეს. თქვენი განცხადებიდან გამომდინარე ვამბობ რომ მაგალითად თქვენი მფლობელი ამ წუთის თქვენი მფლობელი ბიძინა ივანიშვილის წყალობით შესანიშნავად ატყავებს ქართულ პენსიონერებს, ამიტომ არ გჭირდებათ დახმარება ფინანსურად. ასევე ამბობთ რომ ეუთოდის მისია უნდა მოიწვიოს ხელისუფლების თვითმფრინავის არჩევნებზე. რამდენად მართებულია მსგავსი მიდგომა და რაზე მიუთითებს არის თუ არა ჩარელი ყოველ იყო. აი მოგცემთ მაგას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე კითხავთ უზოს შეჩერებასთან დაკავშირებით, ვიცით რომ უფრო გამარტივდა მესამე ქვეყნისთვის უზოს შეჩერების მექანიზმი. როგორ ახასიათებთ ამას? ეს არის ქართული სახელმწიფოს კატასტროფა. იმიტომ რომ ამ დრომდე 2003-2012 წლებში კანონმდებლობები ევროპულ დონეზე, როდესაც იცვლებოდა ჩვენთან მიმართებაში იცვლებოდა ყოველთვის პირიქით ამ ქვეყნის სასიკეთოდ და ამ მდგომარეობამდე რომ მიგვიყვანა ივანიშვილმა ეს არის უკვე ჩვენი სახელმწიფოსთვის უდიდესი დარტყმა. ბიძინა ივანიშვილი არავინ სხვა ბიძინა ივანიშვილი ასანქცირებს 3 მილიონ ქართველს საკუთარი ქმედებების გამო ჩაატაროს ნორმალური არჩევნები, გამოუშვას პოლიტპატიმრები, დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და არ იქნება ეს პრობლემა. რაშია საქმე? 26 ოქტომბრამდე ეს ხო არ იყო? ხო არ იდგა რუსული კანონის მიღების მიუხედავად? ხო არ იდგა ეს საკითხი? და ეს ვინ დააყენა დღის წესრიგში ვინ შემოიტანა? ბიძინა ივანიშვილმა ბიძინამ. და ხა სხვაზე პასუხისმგებლობის გადატანა არის არასწორი. საპროკურორო საბჭომ გენპროკურორის ახალი კანდიდატი წარადგინა გიორგი გვარაკაძე, რომელიც იყო პროკურორის მთავარი გენპროკურორის პირველი მოადგილე. შევაფასოთ სუპერდაბა. წარმოდგენა არ მაქვს მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ რომ რომელიღაც ქართული ოცნების მაღალჩინოსნის რეკომენდაციით არის დანიშნული და არავითარი კავშირი არ ექნება ამ ქვეყანაში სამართლის ქმნასთან. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს გაბიტაშვილი იქნება თუ ვინ იქნება. ანუ, როდესაც ოპოზიცია საერთოდ არ მონაწილეობს და სამოქალაქო საზოგადოება გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესში და მხოლოდ ქართული ოცნების შერჩეული კანდიდატურა არის, ვინ იქნება ნაკლებ მნიშვნელოვანია, სახელი და გვარი არაფერს არ ცვლის. ერთნაირ საქმეს მომსახურება. მოვჭით? კი ბატონო. მე მაინც გონია რომ ლელოს პოზიცია ჩამოყალიბდება არჩევნებში არ შესვლასთან დაკავშირებით. მგონია რომ გახარია საქართველოსთვის უფრო და ბევრად უფრო დიდი ხნით ადრე დაიწყეს სხვათა შორის ამის თქმა და ამ თვალსაზრისით მე მგონია რომ პოლიტიკურად ბევრად უფრო სწორი ნაბიჯი გადადგეს ამ პოზიციის გაჟღერებისთვის, იმიტომ რომ ლელო თავიდან ამბობდა რომ არ შევალთ, ახლა ამბობს შევალთო და გახარიას არ ვიცი ის არგუმენტაცია, რასაც ლელო ასახელებს, ჩემთვის გაუგებარია. თითქოს ამ კვლევაზე აპელირებენ, ამ კვლევაში პირიქით. ყველაფერი მიუთითებს, რომ არჩევნებში არ უნდა გახვიდეთ. ჩვენი მიზანი არის, რომ ბევრად უფრო ნაკლებმა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები მარტივად მოსატყულებები არ არიან. ხალხის ძალაც ყავთ ასე ოპოზიცია, თქვა ვინმე აღიარებ? ახლა როგორც ხალხის ძალა არ არის ოპოზიცია, ერთი და ორი ოპოზიციური პარტიით ასეთ ლეგიტიმაციას ვერ მიიღებ. იცით როგორ არის არჩევნებში თუ არ მიიღებს მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილის შედეგებით დაწერილი 800,000 კაციანი მხარდაჭერის მქონე კოალიციები, ჩემი აზრით, ვერავითარ ლეგიტიმაციაზე ვერ იქნება საუბარი. არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება ეს გადაწყვეტილებები გადააფიქრებინოს ისეთი ტემპით აშენებს ამ ქვეყანაში დიქტატურას, მათ შორის გახარიასაც.
არა, მე მგონია რომ ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება თუ გიორგი გახარია მაგალითად აღმოჩნდა ციხეში, რასაც არ გამოურიცხავ, მე არ ამგონია გახარია საქართველოსთვის იყოს იმ მოტივაციით, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ამას გულისხმობ, ანუ ბიძინა ისე ამძიმებს საარჩევნო გარემოს, თუ არის რამე დარჩენილი საარჩევნო გარემოსგან, რომ თუ კი ვინმე ფიქრობს, რომ ამას შეყოლას აზრი აქვს, ისიც გადაიფიქრებს.